ნატოს ლიდერების სამიტის მოახლოვებამდე რამდენიმე დღით ადრე გენერალური მდივანი მთავარ აქტორებთან ვიზიტს განაგრძობს. ბერლინში მარკ რუტე თავდაცვის სამინისტროში გამართულ დისკუსიებს დაესწრო მინისტრ ბორის პისტორიუსთან და კანცლერ ფრიდრიხ მერცთან ერთად. მინისტრთა კაბინეტის შეკრებაზე ნატოს გენერალური მდივნის ყოფნა ისტორიული მოვლენა იყო, რადგან აქამდე ასეთი რამ არ მომხდარა. უკვე თავდაცვის უწყებაში შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მასპინძელი ქვეყნის ლიდერმა აღნიშნა, თუ რა ესახება ტრანსატლანტიკური კავშირის სრულფასოვნად ფუნქციონირებისთვის მთავარ ამოცანად. სულს დაუბრუნდა იმ ფრაზას, რომელიც ბორის პისტორიუსმა ჩვენი მინისტრთა კაბინეტის ხდომაზე გამოიყენა. ნატო უფრო ევროპული უნდა გახდეს, რათა შეინარჩუნოს თავისი ტრანსატლანტიკური ხასიათი. ვფიქრობ, ეს ძალიან ზუსტად ნათქვამი ფრაზაა. ბოლო წლებში ჩვენ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საკმარის არ ვაკეთებდით. ახლა ამ დანაკლისის ანაზღაურებას ვახდენთ. ეს ასევე მოიცავს ჩვენი თავდაცვის ხარჯების მნიშვნელოვან ზრდას. გერმანია 2029 წლისთვის მიაღწევს მთლიანი შიდა პროდუქტის 3.15%-ის ოდენობით ზრდის დასახულ მიზანს, რომელიც გასულ წელს ჰააგაში შეთანხმდა. ამით ჩვენ ამოცანას მრავალი წლით ადრე შევასრულებთ, ვიდრე ეს მთლიანად ნატოს ფარგლებში იყო დაგეგმილი. ამ გადაწყვეტილებებს კი ერთად განვახორციელებთ. არ გვსურს ნატოს წევრმა ქვეყნებმა ცალმხრივად იმოქმედონ. ჩვენ გვინდა უფრო მჭიდრო თანამშრომლობა, როგორც ტრანსატლანტიკურ, ისე ევროპულ დონეზე. გაზრდილი თავდაცვის ხარჯები, მეტი სამხედრო წარმოება და მეტი მხარდაჭერა უკრაინას, ასე გამოიყურება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მთავარი მიზნები, რომელიც სულ უფრო აქტიურად ისმის ანკარაში დაგეგმილი ჩრდილოატლანტიკური შეკრების წინ. ალიანსის გენერალური მდივანი ბერლინს თავდაცვაში გაზრდილ ინვესტიციებსა და ლიდერობას უწონებს, თუმცა იმის ხაზგასმაც არ ავიწყდება, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჯანსაღი ურთიერთობები ტრანსატლანტიკური კავშირის მთავარი კომპონენტია, სწორედ იმ როლის გამო, რომელიც შტატებს მსოფლიოში აქვს. რაც შეეხება უკრაინის დაცვას, ამერიკის შეერთებული შტატები ამ საქმეში კვლავაც შეუცვლელ როლს ასრულებს. ამერიკიდან უკრაინისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის დახმარების მიწოდება გაგრძელდება, ხოლო მის დაფინანსებას კანადა და ევროპის ქვეყნები უზრუნველყოფენ. საუბარია ამ ცნობილ პროგრამაზე და ვფიქრობ, ეს სამართლიანია. მაგალითად, ეს მოიცავს პატრიოტის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის განყოფილ გადამჭერ რაკეტებს, რომლებიც უკრაინაში კრიტიკულად მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ობიექტებისა და ქალაქების დასაცავად გამოიყენება. ამ დახმარების ასეთი მასშტაბით გამოყოფა მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუძლია და ის ამას კვლავაც აგრძელებს. გარდა ამისა, ამერიკა უკრაინას კიდევ მრავალი სხვა გზით ეხმარება, თუმცა ამ ყველაფრის საჯაროდ განხილვა პრესკონფერენციაზე ყოველთვის შესაძლებელი არ არის. მომავალ კვირას დაგეგმილ სამიტზე მოკავშირეები აიღებენ ვალდებულებას უკრაინა უზრუნველყონ მდგრადი, პროგნოზირებადი და გრძელვადიანი უსაფრთხოების დახმარებით. ამ საკითხში განსაკუთრებით მივესალმები გერმანიის ძლიერ ლიდერობას. ჩვენ თანხმდებით, რომ რუსეთზე ზეწოლა უნდა გაგრძელდეს. მაშინაც კი, როდესაც მისი ომი უკრაინის წინააღმდეგ დასრულდება, რუსეთი კვლავაც დარჩება ევროატლანტიკური უსაფრთხოების გრძელვადიან საფრთხეთ. Russia will remain a long-term threat to Euro-Atlantic security. ბერლინის დატოვებამდე ნატოს გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა ალიანსის ერთობის აუცილებლობას. აღნიშნა ანკარას სამიტის დღის წესრიგის ფრაგმენტებიც. კერძოდ, მომავალ კვირას დაგეგმილ სამიტზე ლიდერები ყველაფერთან ერთად ყურადღებას გაამახვილებენ საბრძოლო მზადყოფნასა და თავდაცვითი მრეწველობის მასშტაბების ზრდაზეც. იმ უცვლელი საფრთხის ფონზე, რომელიც ნატოს შექმნის დღიდან ალიანსს რუსეთის სახით აქვს.